სიტყვა ითქვა, საქმე შეასრულა. თუნდაც ის, რომ არაერთხელ მერმა ბატონ კახიკალაძემ გამოაცხადა, ვინც ქვეყნისთვის აკეთებს საქმეს, ვინც ქვეყნისთვის რამე სარგებელს მოიტანს, იმის იდეა დაფინანსდება. დავწერე განცხადება მერის სახელზე, ბატონი კახის სახელზე და შევიტანეთ 11-ში და 24-ში დამირეკეს. შევხვდით სხვა ხალხს და არა ბატონ კახის, არა უშავრი. მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ფაქტია, რომ არ წაუკითხიათ განცხადება. განცხადება, რომ წაკითხული ქონოდათ, არ მეტყოდნენ რა გინდოდაო. არა უშავრი. ოდესღაც ალბათ შემხვდება. არსებობს 29 მუხლი. 29 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, ვინც სახელმწიფო საქმეს აკეთებს, ის ფინანსდება. ხოდა ზუსტად მაგ 29 მუხლის თანახმად დავწერე განცხადება, მივედი, მივიტანე და თავრობა ვარდებული დააფინანსოს ჩემი იდეა. მე მგონი რმები არ ვართ და ყველა უყურებთ რა, რომ რა იყო, რა გამოვასწორეთ და ვის ხარჯზე გამოვასწორეთ და როგორ გამოვასწორეთ. რა თქმა უნდა, საზოგადოების და თქვენი ლოცვა კურთხევით მომეცა საშუალება, რომ გამეშუქებინა რამდენი თავხედი არსებობს და გამოსწორება საჭირო და რაც თქვენ სამსახურს ევალებოდა, გამოეკვლია ყველა პრობლემა, მე ფეხით შემოვიარე ერთმა ადამიანმა და ეს შევძლი 6 თვეში. 6 თვეში მთელი თბილისის ნაგავი გადავიხე. ასე რომ გაჯობეთ, ერთი ნაბიჯით წინა ვარ შესაბამისი სამსახურები მიმართავ. მერიას, მერის მუნიციპალიტეტს, გარემოს დაცვას, გარემოს დაცვის ინსპექციას, სერვის ჯგუფს და განათლების სამინისტროს. ყველას გაჯობეთ, ყველას მოგიწოდებთ ვასალოთ ჭკუა თავხედებს, ყველას მოგიწოდებთ, რომ არ გააბინძუროთ, ეს განათლება ჩვეულებრივი. ეს შრომა არის. და შრომა უნდა დაფასდეს შესაბამისად. ამისთვის დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა იმ ხალხს, ვის მადლობს თვალს და ნუ გწყენთ ხოლმე, როცა ვლაპარაკობ სიმართლეს რა. ძნელია და მწარია სიმართლეს ვეპირში გეუნებია და ტკივნეულია. ანალოგი ჩემ სიმართლეს, რომელიც თქვა და არ ჩანს და ვიღაცა ხედავს ჩემს სიმართლეს, ჩემს უმოქმედობას, ჩემს უვიცობას და მოვადა პირში სიმართლეს მეტყვის, შეიძლება იმწამდეს არ მესიამოვნოს, მაგრამ სიმართლე არის და რაღაც მეეჭობა, რომ მე რამე შემეშალოს და თუ რამე შემეშალა, ჩემი პირადული იქნება და ეხლა ანგელოზი ნამდვილად არ ვარ. ხტები არ ამომდის და სანამ ქვას მესროდე და სანამ გამლანძღავდე თქვენ შორის ვინ არის. ანგელოზი პირველი იმან გადმოდგას ნაბიჯი და პირველი იმან მესროლოს ქვა. პირველი იმან მესროლოს, ვინც ჩემზე სუფთა არის. და ანგელოზი გონია თავი. კი ბატონო, მივიღებ მაგ ის როლას, აუცილებლად. ახლა დაგემშვიდობებით.